მშვიდობისა, ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. დაშრება თუ არა სოფელ სამრეკლოში მდებარე ქოჩების ტბა, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ დედოფლის წყარომ სამკურნალო თვისებების მქონე ტბა შეინარჩუნოს და იგეგმება თუ არა მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. სააკაშვილის და ზაზა კედელაშვილის მიერ დაპირებული ქოჩების ტბის რეაბილიტაციის მრავალმილიონიანი პროექტი ბლეფი აღმოჩნდა. ამის მიზეზი საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება არ გახლავთ. არარსებული ფინანსები, გამქრალი პროექტი და გაფლანგული თანხები, ფინანსური პოლიცია ჯერ კიდევ გასულ წელს ირწმუნებოდა, რომ 25,000 ლარამდე თანხა უმისამართოდ გაქრა. რას გვპირდებოდა მიხეილ სააკაშვილი და რას გვპირდება ქართული ოცნების გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ვნახოთ ჩვენი ვიდეო. საქართველოს რუკაზე უახლოეს თვეებში გაჩნდება ახალი ძალიან მაგარი კურორტი, ძალიან ლამაზ ადგილზე, ძალიან მაგარი ხალხით და ეს იქნება აქ დედოფლის წყაროში, იმიტომ რომ აქ დაიწყო ძალიან დიდი მშენებლობა. ჩემთვის კურორტი უბრალოდ დასასვენებელი ადგილი კი არ არის. ეს არის ხალხის დასაქმების საშუალება. ნახეთ, რა კარგი ხალხი ცხოვრობს აქ, შრომელი, ჭკვიანი, განათლებული, რა კარგი ახალგაზრდობა ყავს, როგორ ნიჭიერი. ყოველი კვადრატული მეტრი ჩვენი მიწის შეუძვირფასება არის ოქროს ფასი და უნდა ვამუშაოთ ჩვენ ხალხზე. ეს ტბა იქნება არა ვიღაცის კერძო საკუთრება, ეს იქნება თქვენთვის. აქ იქნება თქვენი ბულვარი, თქვენი ცენტრი, აქ იქნება თქვენი საცურაო აუზები, აქ იქნება თქვენი კაფეები, რომელსაც თქვენ გვეგახსნით, ჩვენი მიერ მოცემული კრედიტებით, აქ იქნება თქვენ მიერ შექმნილი სასტუმროები. უნიკალური ხავა და აქ იქნება თქვენი ქრები დასაქმებული თქვენთვის კეთება. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. გაჭირობა ეს არ არის მემკვიდრეობით მიღებული რამე, რაც მემკვიდრეობით უნდა გადავცეთ, მემკვიდრეობით მივიღეთ, მაგრამ ჩვენ შვილებს აღარ გადავცეთ. ჩვენი შვილები დაივიწყებენ გაჭირობას და უპერსპექტივობას და უიმედობას და ვიცხოვრეთ ბევრად უკეთესად. და ქოჩების ტბის რეაბილიტაცია ეს არის სრულად ახალი პროექტი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ როდესაც წინა ხელისუფლებას დაანონსებული ჰქონა ქოჩების ტბის რეაბილიტაცია, ფაქტურად იქ გაკეთებული არაფერი არ იყო, მეცაც გეტყვით, ეს ტბა საერთოდ არ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება და კერძო პირების და საკუთრებაში იყო და გაურკვეველი საბუთებით მანიპულირებდნენ. პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით შარშან, არის ის, რომ ქოჩების ტბა მთელი თავის ტერიტორიით დარეგისტრირდა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებად და მას შემდეგ, რაც ტბა ჩვენი საკუთრებაა და ასე ვთქვათ, ხელფეხი გაგვეხსნა იმისთვის, რომ გაგვეხორციელებინა შემდგომი სამუშაოები, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველი იმისთვის, რომ ნებისმიერი საქმე და თან დიდი პროექტი განხორციელდეს, მოგეხსენებათ, ეს არის მისი დაგეგმვა, პროექტირება, სწორედ და შემდეგ უკვე სამუშაოების შესრულება. ქოჩების ტბის პროექტი ინფრასტრუქტურული ნაწილის, როგორც მოგახსენებთ, უკვე არსებობს. დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენთან დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშა შეხვედრა გაიმართა, პროექტანტებმა ჩამოიტანეს ეს პროექტი, წარგვიდგინეს. მართლაც საუკეთესო და ძალიან კარგი პროექტი არის, იმიტომ რომ ის მოიცავს ტბის მთელი ტერიტორიის ათვისებას, გალამაზებას და ჩვენი საზოგადოების სამსახურში ჩადგომას. აქ შედის ბატონო ილია როგორც პლაჟის კეთილმოწყობა, ასევე სპეციალური კოშკურების, მაშველთა კოშკურების დაყენება, ტბაში გადასახტომების მოწყობა, ნავმისადგომის გაკეთება, მთლიანი ტბის პერიმეტრზე გარშემო სარბენი ბილიკის და ველოტრეკის მოწყობა იმისთვის, რომ ტბას ის რა ფუნქციაც აქვს, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ფუნქცია სრულად იყოს გამოყენებული, განათება, წყლები, თუ თქვენ გახსოვთ, ადრე იყო მანდ მოწყობილი სხვადასხვა ტიპის მოედნები და ამ მოედნების
აშენება თანამედროვე სტანდარტებით მოყვანა იგულისხმება საუბარია როგორც ჩოგბურთის მოედანზე, ასევე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანზე, ადმინისტრაციული შენობა, სპეციალური საშხაპეები, საჩრდილებლები და მოკლედ მართლა ძალიან კარგი და ისეთი მრავალმილიონიანი მსხვილი პროექტი არის. მაგრამ მე მოგახსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ტბა ბოლო წლებია შრება. და ერთ-ერთი აუცილებელი ჩვენი მხრიდან მოთხოვნა ეს არის, რომ ჰიდროლოგების მიერ მოხდეს ტბის სრული ანალიზის შესწავლა, საიდან ხდება ტბის წყლით მომარაგება, ეს წყარო, რომელიც მომარაგებაც ხდებოდა წლების განმავლობაში, დღეს მოქმედია თუ არ არის მოქმედი, თუ არ არის მოქმედი, აუცილებლად უნდა მოხდეს მოძიება ალტერნატიული წყაროსი, რათა არ მოხდეს ტბის დაშრობა, როგორც უფროსი თაობის ადამიანები იხსენებენ, სადღაც 1940-იან წლებში ერთხელ უკვე მოხდა აღნიშნული ტბის დაშრობა და ამიტომ ამ საკითხების გადაჭრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მიიღეს ჩვენგან დავალება და ამ მხრივ ვიწყებენ მუშაობას. გარდა ამისა, ტბა არის საკმაოდ დაბინძურებული. ტბას სწავლებენ პარაზიტოლოგები, რათა მოხდეს იმის შესწავლა, თუ რა ტიპის მიკროორგანიზმები არის, ან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტბის გაწმენდა მოხდეს და როგორც პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ცივა, დღეს ახლა ეს მიკრობები არის თუ სხვადასხვა მწერები და მათი ჭუპრები წყლის ქვედა სიღრმეებში, ან წყლის ტბის შესწავლა დღეისათვის ძნელი არის და ამისთვის იდეალური არის ივლისი, აგვისტოს თვეები და პარაზიტოლოგიის სრული დასკვნაც გვექნება და მას შემდეგ რაც გვეცოდინება უკვე კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, შესაბამისად დავიწყებთ უკვე ამ ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ ელემენტარულად ჩვენს მოსახლეობას აუხსნი, თუ ჩვენ დღეს პლაჟს მოვაწყობთ იმ ადგილას, რა მდგომარეობის ტბა დღეს არის და შემდეგ ტბა ბუნებრივად გაიზრდება, მაშინ გამოდის, რომ ეს გაკეთებული საქმე და გადახდილი მილიონები წყალში ჩაიღრება. თუ ტბა დაშრება, მაშინაც წყალში ჩაიღრება. ამიტომ ჩვენ მთავარია პირველ რიგში დავადგინოთ ის მიზეზი, რაც ჭირს ტბას, მოვიძიოთ ალტერნატიული გზები მისი წყლის მომარაგების და შესაბამისად თუ შედინება მოხდება, გადინებაც უნდა მოხდეს მისი და ამის შემდეგ მოხდება ტბის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. აქშივად დაშრობა არ გვახსოვს, მაგრამ თუ გსმენიათ, რომ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ უფრო მეტად დაამშრა. მე ასეთოვანი ხალხისგან იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემის ძირფესვიანად დაინტერესებული ვარ, გამოკითხული გვაქვს და სადღაც 1940-იან წლებში მომხდარა ფაქტი, როდესაც ტბა დაშრა, ფეხით დადიოდნენ და ულმებით მარილს, მოგეხსენება ძალიან მარილიანია, მარილს ეძებოდნენ საქონლისთვის და მეცაც გეტყვით. ალბათ თქვენს გახსოვთ ბატონო ილია 90-იანი წლების ბოლოსთვის მე მახსოვს, როდესაც ტბამ ქედის ტრასაც გადაკვეთა, იმ ხელაზე გაიზარდა და ტრასის მარჯვნივ გადმოვიდა. ანუ ამ საკითხს აუცილებლად ძალიან სწორი მეცნიერული შესწავლა სჭირდება, იმიტომ რომ არც უნდა გაიზარდოს და გადმოვიდეს და გაკეთებული ინფრასტრუქტურა დაფაროს, არც უნდა დაშრეს, დაშრობის შემთხვევაში აზრი არ ექნება და ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაწევთ, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ეს ტბა არა მარტო დედოფლის წყაროსთვის, სიღნაღის რაიონისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თავმოყრა ხდებოდა ტბის ტერიტორიაზე და აი იმ პროექტით ახლა რაც უკვე დაგეგმილი არის, ხო, გაკეთების შემთხვევაში დედოფლის წყარო ძალიან გამოცოცხლდება, ეს ხელშეუწყობს არა მარტო სიტყვაზე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური სიჯასაღის ამაღლებას, არამედ ძალიან მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ეფექტიც ექნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ტურისტული პოტენციალი გაგვაჩნია და ტბა ამ ტურისტულ პოტენციალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასე რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს. საქართველოს ბანკის დედოფლის წყაროს ფილიალის გახსნას რაიონული ბიბლიოთეკა და 40,000-მდე წიგნი შეეწირა, ბიბლიოთეკა შენობიდან გამოასახლეს. ბიბლიოთეკის დაცლა და შენობის გასხვისება დედოფლის წყაროს გამგეობამ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გადაწყვიტა. წლების მანძილზე არ კონკრეტდებოდა, რამდენ ლარად მოახერხა ბანკმა ცენტრალურ გამზირზე მდებარე შენობის შეძენა, თუმცა ამჯერად ჩვენ ამ მონაცემების დადგენა შევძელით. დედოფლის წყაროს გამგეობის საფინანსო სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც 318 კვადრატულ მეტრ ფართს შეადგენს, საქართველოს ბანკმა 50,907 ლარად შეიძინა, რაც საკმაოდ
დაბალი და არარეალური ფასია, შეიძლება ეწოდოს სიმბოლური ფასიც, უკვე მერამდენე წელია დედოფლის ხაროს ბიბლიოთეკა და ათასობით წიგნი დედოფლის ხაროს კულტურის სახლის მცირე დარბაზის სცენაზე აწყვია დაკონსერვებული, ასე შეიძლება ითქვას და ახალ შენობას ელოდება. მუნიციპალიტეტმა უკვე გამონახა ახალი შენობა ბიბლიოთეკისთვის, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი გუშინ სწორედ ამ შენობას ესტუმრა, ვნახოთ ვიდეო. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე წლის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც რაიონის ბიბლიოთეკის შენობა გასხვისს და მიეყიდა ერთ-ერთ კომერციულ ბანკს და რაიონის ბიბლიოთეკა დარჩა შენობის გარეშე. და საკმაოდ დიდი რაოდენობა წიგნებისა, თუ არ ვცდები 20,000-ზე მეტი, შეკრულ მდგომარეობაში კულტურის სახლში ინახება და იმ თავის უშუალო მოვალეობას, რასაც მკითხველამდე მისვლა ჰქვია და მკითხველის მხრიდან წიგნის გაცნობა სამწუხაროდ ვერ ახერხებდა. წინა წლის, ანუ 2010-11 წლის დეკემბერში გვეუბნებოდნენ, მაგრამ მაშინ ეთყობა გადაიდო. და მერე მაისში უკვე გვითხრეს, რომ მოგვიტანეს მანქანაც და გვიქირავეს მუშოც და თვითონ უკვე ამ კულტურის ხელმძღვანელობა მითავა თავის თავზე და გადმოგვიყვანეს აქეთ. იმიტომ რომ სხვა ადგილი უკვე აღარ იყო და ფონდი არ გვინდოდა რომ განადგურებულიყო 74,000 წიგნია მხოლოდ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ბანკმა უნდა შეიძინოს, სხვა არაფერი იმ პერიოდისთვის არ გაჟღერებულა. ორგანიზებულად მოხდა ფონდის მოტანაც მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ, მაშინ ვანო იყო შანშიშვილი, ძალიან გვეხმარებოდნენ, დაგვიქირავეს მუშოც და ჩვენ შევკარით სოფლებიც დავიხმარეთ, სოფლებიც ხომ საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შემოდის, დავიხმარეთ სოფლის ბიბლიოთეკარებიც და საკმაოდ ორგანიზებულად შევკარით. ფონდი ისე კარგად არის შეკრული, რომ მხოლოდ შენობას ველოდებით და გაიხსნება ისე, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება. ბიბლიოთეკარები თვითონ დადიოდნენ და მოჰქონდათ, რომ ჩვენ მკითხველი არ დაგვეკარგა და აგერის ფონდი, რაც გახსნილია, ჩვენ ვახერხებთ იმ ფონდიდან სარგებლობას მკითხველის. მაგის გარდა პერიოდულად შემოდიოდა ახალი ლიტერატურა და იმ ახალ ლიტერატურასაც ვამოძრავებთ. მომსახურება მიდის მკითხველის და გარდა იმისა, თუ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ აქ წიგნით, ახლო სოფლებს ვუთითებთ, მაგალითად სოფელ სამრეკლოს ძალიან კარგი ფონდი აქვს, სოფელ ხორნაბუჯს აქვს ძალიან კარგი ფონდი და მიდიან და ბიბლიოთეკარები ჩვეულებრივ ემსახურებიან იქ. რა თქმა უნდა, რთული ეთქმის ამ სიტუაციას იქედან გამომდინარე, რომ ბიბლიოთეკარისთვის ძალიან რთულია ის, როდესაც მოდის და მკითხველის ინტერესს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ 74,000 წიგნით იმდენად ძვირფასი ფონდი გქონდა, რომ აბსოლუტურად მკითხველური ინტერესი ყველასი დაკმაყოფილებული იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, ერთ-ერთი პირველ ამოცანად დადგა ის, რომ ჩვენი ქალაქისთვის დაგვებრუნებინა ბიბლიოთეკა. დავიწყეთ ფართის მოძიება, გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო ქალაქის ცენტრში და მოგეხსენებათ, რომ ამ შენობას, რომლის დიდი ნაწილი პრივატიზირებული არის, ჩვენ და საბედნიეროდ რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის ცენტრში ეს ჩვენი საკუთრებაში არსებული ნაწილი გავარემონტოთ და თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა გავუკეთოთ დედოფლის ხაროს. ხოლო რემონტის დასრულების შემდეგ მოახდენთ სრულიად ახალი ინვენტარის შეძენა შეტანას და გეგმავთ აუცილებლად, რომ 21 საუკუნის სტანდარტების ბიბლიოთეკა გქონდეს, ანუ კომპიუტერული ტექნიკაც შევიტანოთ და ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე ჩვენ მოსახლეობას გქონდეს ხელმისაწვდომო და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მამულიშვილური საქმეა და აუცილებელია ჩვენ მომავალი თაობის სწორად განვითარებისთვის და ბიბლიოთეკის გახსნით დედოფლის ხაროს შეემნოტება კიდევ ერთი ლამაზი ადგილი და რაც თავარია ფუნქციონალურად დატვირთული, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა განათლებას ხელს შეუწყობს და არა მხოლოდ მომავალი თაობის, იმიტომ რომ სოფლებში სადაც ბიბლიოთეკები ფუნქციონირებს, საკმაოდ ბევრი ასაკოვანი ადამიანიც ყავს მკითხველები. სამშენებლო კომპანია შეფს 21 საუკუნე. აქ მიმდინარეობს ბიბლიოთეკისთვის ამ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად გაკეთდება სამკითხველო დარბაზი, გაკეთდება წიგნების შესანახი სარგესათავსო, გაკეთდება წიგნების სარემონტო, შესაკეთებელი ოთახი გაკეთდება და თითო მომსახურე პერსონალისთვის
ცალკე ოთახები. თანხა ჭირდება 58,000 ლარამდეს და დამთავრდება დაახლოებით 20 მაისისთვის. მიმდინარეობს რემონტი, ჯერ იქამდე შეთანხმებული ვიყავით მე თვითონ გამაგზავნა თავის დროზე ხელმძღვანელობამ, რომ არქიტექტორებთან ვიმუშავეთ და სად თქვათ უნდა იყოს აბონემენტი, სად საბავშვო ფონდი დაიწყოს, სად დაკომპლექტება უნდა დაჯდეს და ეს ყველაფერი დარბაზის სად უნდა იყოს, ეს ყველაფერი განსაზღვრულია, მუშაობენ მუშები და როგორც თვითონ ინფორმაცია გვითხრეს და ქალბატონონადანაც ვიცით, მაისში უნდა დამთავრდეს და ალბათ ჩვენს ამ ყველაფერს კმაყოფილი ხართ შენობით, მდებარეობით ძალიან კმაყოფილი ვართ და შენობითაც. მეორე სართულია, რემონტი საკმაოდ კაპიტალურად მიმდინარეობს და თავისთავად ცხადია, რომ შედეგს გამოიტანს ეს ყველაფერი და ჩვენ უკეთეს პირობას ველოდებით. ეთერშია ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სოფელ მირზაანის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტსაფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. როგორც დედოფლის წყაროს გამგეობაში განმარტავენ, გზის სიგრძე 912 მეტრია. ცენტრალური შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის ღირებულება 1,493,000 ლარს აჭარბებს. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული და რამდენიმე თვეში გზის რეაბილიტაცია დასრულდება. ახლა კი დედოფლის წყაროს კიდევ ერთი სიუჟეტი დედოფლის წყაროდან. დედოფლის წყაროს სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში რასადროდის ჩატარდა. სპორტის ცენტრის ინფორმაციით მასში დედოფლის წყაროს ყველა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც სპორტის ცენტრის წარმომადგენელმა ლელა ბიღიაშვილმა განაცხადა, მისი სურვილი იყო ინტელექტის დღე დედოფლის წყაროში ამ შეჯიბრით აღენიშნათ. რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ინტელექტუალური თამაშები ზრდასრულებს შორისაც გაიმართა. ასე რომ ნახოთ მორიგი რეპორტაჟი დედოფლის წყაროდან. დღეს არის ინტელექტის დღე და ეს ინტელექტის დღე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას საერთოდ მთელ საქართველოში აღინიშნება ყველა სკოლაში. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ აღინიშნა ეს თამაში რასად როდის კერძოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრმა წელს პირველად ჩაატარა. ისე მე როგორც ვიცი, წინა რამოდენიმე წლის განმავლობაში, მგონი 2-3 წლის განმავლობაში ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობა მიიღო დედოფლის წყაროს თითქმის ყველა სკოლამ, მხოლოდ საბათლოს საჯარო სკოლა გამოაკლდა. 15 სკოლა იღებდა მონაწილეობას, თითოეულ გუნდში 6 მოსწავლე იყო. პირველი ადგილი დაიკავა ქვემოქმედის დედოფლის წყაროს მეორე საშუალო სკოლა. სკოლა მესამე ადგილზე აკოშიკის და სამრეკლო სკოლა. უკეთესად ვისწავლოთ და უკეთეს ხალიში ქონდეს, სტიმული ქონდეს, ეს იყო მაგისი მთავარი მიზეზი. და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად იყო ჩატარებული, არავით არ მიკერძუება. შეიძლება იყო ადრე როდის მე იყო, მაგრამ ეხლა ძალიან ყველანაირად კარგად ჩატარდა და შედეგი გამარჯვებულიც მეტნაკლებად სწორ გამოვლინდა. დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ დედოფლის წყაროში მართლა ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვები ყავს. ეს შეიძლება ითქვას, რომ მაინც დასაწყისია ასეთი ღონისძიება ჩვენი რაიონისთვის. იმედია მომავალ წელს უფრო უკეთესი შედეგები იქნება. ძალიან მიხარია ყველას უსურვებ წარმატებას, განსაკუთრებით კარგად გამოირჩეოდა და კარგად გამოვიდა ქვემოქედის საჯარო სკოლა. დიდი შრომა ჩადეს, ბავშვები, დიდი შრომა ჩადეს. ჩვენ პირველად არ ამონაწილე, მესამე და ვართ უკვე. წინა 2 წლზე საპრიზო ადგილებზე კი გავეთ, მაგრამ ეს პირველი ადგილი უკვე ძალზედ სასიხარბლო და ისასალმებელია. მშვენიერი ღონისძიება არის. ალბათ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ საკითხით. თქვენ სკოლაში რამდენად ძლიერი თაობა? თაობა
როგორც მცირე რიცხოვან სკოლასთან შევადაროთ, ნორმალური თაობაა. კი, კარგად სწავლებენ, დისციპლინა კარგი აქვს და სხვა საგნებშიც დიდი წარმატებები აქვს. სხვა კონკურსებშიც დიდი წარმატებები აქვს ჩვენ ბავშვებს. ახლა კიდევ ერთი მუსიკალური რგოლი ვნახოთ და შემდეგ უკვე სტუდიის სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ თოქ-შოუს დედოფლის წყაროს საათი, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და ჩვენი სტუდიის სტუმრები დღეს არიან დები ლოლაშვილები, ყოველთვის მინდოდა მათი მოწვევა, თუმცა დღეს საგანგებო მიზეზი გვაქვს ამისთვის და აქამდე რატომღაც ვერ მოხერხდა. დებმა ლოლაშვილებმა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში საგალობლის კატეგორიაში პირველი ადგილი აიღეს სულ ახლახანს 92 ქულა, ხოლო ხალხური სიმღერების კატეგორიაში მეორე ადგილი. ამ დეტალზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე სულ 1 საათის წინ, რამდენიმე საათის წინ დასრულდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 69 მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია, სადაც მათ მუსიკალურად გააფორმეს ეს ღონისძიება, ასე რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დები ლოლაშვილები, მათი პედაგოგი ნინო ნიკვაშვილი და დების დედა ქალბატონი ნინო ლოლაშვილი. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. პირველ რიგში რაკი ღონისძიებიდან მოდიხართ, დავიწყოთ დღევანდელი დღით, აი რა ჩატარდა, როგორ მოხდით ამ ღონისძიებაზე და შემდეგ გადავიდეთ თქვენ შემოქმედებაზე და სხვა დეტალებზე. მოგესალმებით, გილოცავთ კვირაცხოვლობას, ამ თემის ბრწყინვალე დღესასწაულსაც. დავიწყებ თავიდან, ჩვენ ჩემო მეგობარმა, ვანცას დეიდამ, ქალბატონმა ნინო მახარებულიშვილმა გითხრა, რომ კეთდებოდა ეთნოგრაფიის წრე, ჩვენ აუცილებლად გვინდოდა ამ წრეზე მისვლა, რადგან ვფიქრობდით, რომ ძალიან კარგი შანსი იყო ჩვენთვის გავცნობოდით ჩვენს მხარეს და ასევე შეგვეცნო ძალიან მრავალმხრივი ინფორმაცია. მივედით ამ წრეზე, ამ წრემ მოგცა ჩვენ ძალიან ბევრი რამ, არა მარტო დედოფლის წყაროს თვალსაზრისით, არამედ ჩვენ ვამუშავებთ თემებს, ვიგებდით მის შინაარსს, ისტორიას და ასე შემდეგ. ჩემმა მეგობარმა გვანცამ დაწერა თემა ერთი სიმღერის ისტორია, კერძოდ შავი ჩოხაზე და ჩვენ ვიზუალურად გავაფორმეთ ეს ყველაფერი, პირდაპირად ვიმღერეთ, გავაგზავნეთ საკონფერენციო თემა,
და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ამ თემამ აიღო პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა. ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა, შემდეგ მახარაშვილმა დიახ და ნინო მეხრიშვილმა. ძალიან დიდი მადლობელები ვართ ნინო მეხრიშვილის ეს შანსი რომ მოგცა. ჩვენ შემოგთავაზა რომ წავყოლოდით მათ და შეგვესრულდა პირდაპირ გაგვიფორმებინა ეს ძალიან საინტერესო თემა. მუსიკალურ გაფორმებას გულისხმობთ. როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? ძალიან კარგად ჩაიარა, თვითონ გვანცამაც ძალიან საინტერესო წარადგინა თავისი პროექტი, თემა. ჩვენ შემდეგ უკვე გავაფორმეთ ეს თემა და ჟიურისგანაც კარგი შეფასება მივიღეთ. კარგით, რაც შეეხება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსს, რომელშიც საგალობლის კატეგორიაში პირველი ადგილი აიღეთ, მოდი ლიკამ გვიამბოს ამის შესახებ. მოგესალმებით. რა მნიშვნელობის კონკურსი იყო, ვინ იღებდა მონაწილეობას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ასეთი ტიპის კონკურსი პირველად ჩატარდა საქართველოში. ჩვენ შევიტყვეთ ამის შესახებ ჩვენ სკოლაში მოვიდა მეილზე კონკურსის შესახებ და გადავწყვეტეთ რომ უნდა ჩავერთოთ ამ კონკურსში. აღმოჩნდა რომ არ ყოფილა თურმე ცუდი გადაწყვეტილება, რადგანაც როგორც ხედავთ, კარგი შედეგები დავდეთ და ბევრი რამ მოგცა ამ კონკურსმა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კომპეტენტური ჟიური იყო წარმოდგენილი და ამასთან ერთად პროფესორები ისხდნენ ჟიურში და მათგან კარგი შეფასება და მით უმეტეს იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იღებს და შემდეგ მეორე ადგილს. კარგი, ანუ გავედით ჩვენ ორ კატეგორიაში. B კატეგორია ეს იყო ხალხური სიმღერები და C კატეგორია საგალობლები. C კატეგორიაში გავიმარჯვეს და პირველი ადგილი ავიღეთ, B კატეგორიაში მეორე ადგილი ავიღეთ. აი ესეთი რა წარმოადგენთ თქვათ ამ კონკურსში თქვენ პირადად რა წარადგინეთ რომ ეს შედეგი აჩვენეთ? ხალხური სიმღერების კატეგორიაში სუფთა ხალხური სიმღერები წარმოვადგინეთ, ეს იყო ჭონა, ქართკახური სიმღერა და მეორე იყო გორული სიმღერა, კალოს ხელხვავი. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირდაპირ ეთერიდან მოუხადო დალი ელისაშვილს, რომელმაც ჭონა გვასწავლა და გიორგი ცერცვაძეს, რომელმაც გორული სიმღერა დაგვამუშავებინა. და ნინო მასწავლას, რომელმაც დაგვამუშავებინა საგალობლები, რომელშიც პირველი ადგილი ავიღეთ. და დაახლოებით რამდენი კონკურსანტი იყო აი ანუ მასშტაბები რო დავადგინოთ? არ ვიცი ზუსტად რიცხვი, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილები, იყვნენ აკადემიიდან და ზოგადად ცალკე გუნდები იყვნენ ჩამოყალიბებული და ამის ფონზე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი კონკურსანტი იყო. მხოლოდ ერთი პირველი ადგილი იყო? არა, მადლობთ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით ანუ იყო ზღვარი 90 ქულიდან 100 ქულამდე, 91 ქულიდან 100 ქულამდე იყო პირველი ადგილი, 80 ქულიდან 90-მდე იყო მეორე ადგილი და ასე შემდეგ. და ამ პირველ ადგილზე 91-დან 100 ქულამდე ჩაეტია მხოლოდ 4 გუნდი. და მეორე ადგილზე ხალხურში სადაც გავედით, ანუ საქართველოს მასშტაბით სხვა რეგიონებიც იღებდნენ მონაწილეობას და 4 პირველი ადგილი იყო, მათ შორის ერთი თქვენ დედოფლისწყაროდან დები ლოლაშვილები. თუ გაქვთ ინფორმაცია, სხვაებიც იღებდნენ თუ არა დედოფლისწყაროდან მონაწილეობას? დიახ, გვაქვს ინფორმაცია. პირველი საჯარო სკოლიდან გავიდნენ ბავშვები, ახალგაზრდები. მათ აიღეს მესამე ადგილი. თუ მეორე ადგილი? მესამე ადგილი აიღეს ხალხურ სიმღერებში, ასევე გელა გველუკაშვილის გუნდის სახელი. გუნდმა აიღო დიახ, მესამე ადგილი აიღეს მათაც. სხვა მონაწილე დედოფლისწყაროდან არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით, 3 გუნდი გავედით სულ. კარგით, კიდევ რამეს თუ დაამატებთ ამ კონკურსზე? მადლობთ. მაშინ შევასრულოთ ხორნაბუჯზე ერთი ნომერი. ნომრის შემდეგ ჯობია მოვისმინოთ და მერე ვისაუბროთ. გისმენთ? რას თავაზობთ, ჯერ თქვათ? დიახ. ეს სიმღერა არის ჩვენი დების საავტორო სიმღერა და დაწერილი არის დედოფლისწყარული პოეტის ზაქრო სეხნიაშვილის ლექსზე ხორნაბუჯი.
მოусმინოთ დებ ლოლაშვილებს. ეს იყვნენ დები ლოლაშვილები, პედაგოგს უნდა რაღაც ის თქმა, გისმენთ ნინო ნიკვაშვილი. სამებით მე დაუბრუნდები ისე იმ კონკურსს, პირველი ტური როცა გადალახეს ლაბოდეხში ჩატარდა პირველი ტური. და შემდეგ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ შევცვალეთ ერთი საგალობელი, ერთი ნაწარმოები და ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 3-4 დღე იყო ალბათ. და ბავშვები იმდენად გადატვირთულები არიან, იმიტომ რომ სკოლაში ძალიან წარმატებულები არიან საშუალო სკოლაში. და ხან ერთი მოდიოდა, მეორე ხმას მემაბობდით, ხან ორნი იყვნენ, ანუ ერთ სიტყვით სამივე ალბათ ორჯერ თუ შევაერთეთ ის ახალი ნაწარმოები და აი ზუსტად ამ კატეგორიაში აიღეს პირველი ადგილი ბავშვებმა. ეს მინდა ხაზი გაუსვა მათ ნიჭიერებას. ანუ სადაც განსაკუთრებული მომზადება ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა, მაგრამ მიაღწიეს ამხელა წარმატებას. დედას ვკითხოთ, როდიდან გამოაჩინეს ბავშვებმა, თქვათ, ამგვარი ნიჭიერება, ან რას უკავშირდებოდა აი ბავშვობიდან რომ გავიხსენოთ? მოგესალმებით, დღეს გიმოცავს სრულიად საქართველოს. საერთოდ ბავშვები იზრდებიან მუსიკალურ ოჯახში. ამათი ბაბა, ბიჭიკო ლოლაშვილი, დედოფლის ხაროს ანსამბლში მღეროდა წლების განმავლობაში. მამაც მღერის, მე თავად მღეროდი ქუთაისის მეორე მუსიკალური სკოლის ანსამბლში. დედაჩემის ხუთივე დედმამიშვილი მღეროდა ცაგერის რაიონის ანსამბლში, ასე რომ გენეტიკურად ამ ბავშვებში დევს და სახლში სულ არის ჩვენთან სიმღერა. დედისეული ხალხური ფანტური მაქვს სახლში, მე რომ მოვედი ამ ოჯახში, დამხვდა ჩემი მამამთილის ასევე ხალხური ფანტური და ანუ მუსიკალური განათლება სამივე გოგონას აქვს. მეც მართლა მინდა ვისარგებლო ეთერით და დედოფლის ხაროს მუსიკალური სკოლის მთელ პედ კოლექტივის ძალიან დიდი მადლობა მოუხადო ბატონელია, იმიტომ რომ იმათი წვლილი არის ძალიან დიდი ამ ბავშვების, ანუ გამოძერწვაში, ესე რომ ვთქვათ.
ქალბატონ მარიკა პირზადოვას უღრმესი მადლობა. საგალობლის კატეგორიაში რომ პირველი ადგილი აიღეს ეს ბავშვი მუსიკალურ სკოლაში ქალბატონი მარიკა სწავლიდა საგალობლებს. ყველაზე დიდი სიხარული დედისთვის არის ის, რომ ეს სამივე გოგონა არის დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის შობის ტაძრის მგალობლები. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. და მე მინდა წარმატება უსურვო თითოეულ მათგანს. კარგი გოგონები არიან. აი ინტერესი მათგანაც მოდიოდა თუ მხოლოდ ოჯახის და მშობლების რჩევა იყო რომ გაყოლოდა. თავისთავად ცხადია. თავად აინტერესებთ, მაგრამ მარტო თვითონ არას უზავს თუ ბუნებამ წარუშველა. ალბათ არც დასმულა თქვენს ოჯახში საკითხი რომ ბავშვებმა იმღერონ თუ არა. ძალიან პატარა იყო, ლიკუნა მახსოვს ალბათ 5 წლის იყო, ნინოსთან მივიყვანე მუსიკალურ სკოლაში, ფანდურს ასწავლიდა და თავად ნინო იტყვის მე რა მოხდა. ლიკა იყო ძალიან პატარა, დიახ. ფანდური ალბათ წესიერად წერდა ხელში. და იმდენად ესე იგი სწრაფად აუღალო, რომ რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ დავანებეთ თავი და თვითონ გააგრძელა სწავლა დამოუკიდებლად. შემდეგ ფანდურს არ დასჯერდნენ, უკვე რომ წამოიზარდნენ, მოუდათ გიტარაზე სწავლა, მოვიდნენ გიტარაზე და გიტარაზეც მოხდა ანალოგიური. რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე თვითონ დაიწყო სიმღერების აწყობა. და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან კულტურის ცენტრში ალბათ ღონისძიება, თუნდაც კულტურის ცენტრში, ისედაც რაიონში ალბათ რაღაც ისეთი მასშტაბური ღონისძიება არ ტარდება, სადაც ბავშვები არ იღებენ მონაწილეობას და ძალიან წარმატებულები არიან და მე მინდა მათ დიდი გზა დაულოცო. ისინი აპირებენ გაგრძელებას გიორგი მთაწმინდელის სახელობის საგალობლების და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში. და მე მჯერა რომ ისინი თუ თავის რაიონს დაუბრუნდებიან, მე მჯერა რომ ჩვენს რაიონში ყველა ტაძარში დადგება მგალობელთა გუნდი იქნება აუცილებლად. და აი ამ ასაკში მოახერხოთ რომ ბევრი ასრულებს შემსრულებელი, მაგრამ ტექსტიც დედოფლის წყაროდან მოიძიოთ, თქვათ, მუსიკაც თავად შექმნათ და როგორ ახერხებთ ამას? აი ამაზე რომ გითხრათ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი ინტერესი სწორედ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდოდა ძალიან, რომ დედოფლის წყაროზე, ქიზიყზე შექმნილიყო სიმღერები და ყოფილიყო აუცილებლად ეს დედოფლის წყაროელი და ქიზიყელი ავტორების ტექსტზე. ეს იყო მთავარი მიზანი და მიზანი განხორციელდა. მთავარია გქონდეს სურვილი. და რამდენად ადვილად მოხერხდა? რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან რთული იყო, რომ მოგეძია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პოეტი ყავს, მინდა აღნიშნო, რომ რაიონში ძალიან კარგი პოეტები ყვანენ და თითოეული ავტორის ლექსებს ვეძებდით. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ავტორის ლექსების კრებული არ არის გამოცემული და ეს ართულებდა სიტუაციას. თუმცა, როდესაც აღმოვაჩინეთ პირველი ლექსი ქიზიყის, აკროს ეხნიაშვილის შემოქმედებაში, შემდეგ უკვე მან იმხელა დიდი სტიმული მიეცა, რომ მან შემდეგ თვითონ დაწერა ხორნაბუჯი და თვითონ მოგვაწოდა ეს ლექსი, რასაც შემდეგ უკვე ეს სიმღერა იყო, რომელიც ავამღერეთ. ზაქრო როგორც ჟურნალისტი, ისიც წარმატებული იყო და მე ყოველთვის მაქვს დანაკლისი, რომ ზაქრო მედიაში აღარ მოღვაწეობს და კარგია, რომ დღეს მის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, აი თქვათ, რას გეგმავთ? როგორია ჯერჯერობით თქვენი დღის რეჟიმი, გრაფიკი, როგორ ცხოვრობთ? ზეაქტიური ცხოვრების ასოციაცია. და რომ ერთი რაღაციდან მეორეზე გადავდივარ, მეორედან მესამეზე და მეოთხეზე და ყოველ დღე გრძელდება ასეთი ტემპით. ყოველი დღე. მაგრამ აი რომ დავაკონკრეტოთ მაგალითად სიმღერის გარდა რას ვაკეთებთ? ეხლა როგორც ნინო მასწავლებელმა აღნიშნა, რაღაც კონცერტი იქნება. კონცერტი რომ იყოს ასე ვთქვათ ჩვენს რაიონში, უცებ რაღაც შევიკრიბებით ერთად, უცებ ვისწავლით სიმღერას და შემდეგ აი ამ მოკლედ დროში უკვე გავდივართ. თუმცა აი როგორც აღნიშნე, ესე იგი ერთი რაღაციდან მეორეს გადავდივართ, ასე ვთქვათ, მეორედან მესამეზე თეატრში, სპექტაკლებში. სიმღერის გამონებს რეპეტიციაზე, ასე ვთქვათ, რეპეტიციის გავლა. იმიტომ რომ გვიყვარს ეს საქმე და ლიკა
სიმღერის გარდა ჩვენ გვაქვს სხვა საქმეც, ასე ვთქვათ. იქ სწავლა უნდა ვისწავლოთ. მე მithumetes მე-12 კლასელი ვარ და ბევრი მასწავლებელი მაქვს. ასევე ბავშვები თეატრზე დადის ანა მაგალითად. ანუ გარდა სამოქალაქო აქტიურობასაც რა თქმა უნდა, ხა პროექტებსაც წერენ, ჩემი დებიც პროექტებს წერენ. მე ახალგაზრდული დიაში ვარ და ანუ ბევრ რაღაცაში, როდესაც ვართ ჩართული, მე დროის სწორად განაწილება გვიწევს და დილით რო გამოვდივართ, შევდივართ სახლში საღამოს და ბებია და პაპა საათ ხარ ჩვილო მოგვინატრეთ. უკვე ესეთები არიან ხოლმე. ბატონელია, დავიწყდათ გულდზე რომ დავდივართ სამშაბათი, შაბათი. დალი მასწავლებელთან 5 წელი ისინი დედოფლის წყაროს ანსამბლ ბანდილში მღერიან. და ქალბატონ დალი ელისაშვილის გამოძერწვაში, ამ გოგონების გამოძერწვაში ქალბატონ დალი ელისაშვილის ლომის წილი დევს. ანსამბლ მანდილის წევრები არიან. ძალიან დიდ მადლობას ურჟანში და ფოლკლორში, არამედ ქალაქ ურჟანში ძალიან კომფორტულები არიან. და 2-3 დღეში სწავლობენ. ყველაზე უფროსია ლიკა. და ლიკა არის დამამთავრებელ კლასში. თუ უკვე იცი, თქვათ რა გზას გაყვები ცხოვრებაში, უფრო ოფიციალურად თქვათ რაზე აპირებს სწავლას და რას აპირებს ცხოვრებაში? მადლობთ ამ კითხვისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვა, ჩვენ ყავს კიდევ ერთი უფროსი და ქრისტი. ხშირად ვერ ვახსენებთ ხოლმე იმის გამო, რომ არ ჩანს ჩვენ მღერით და იმის თავის საქმით არის დაკავებული. და ამის მის შემდეგ ვარ მე მეორე. თუ ესე საჯარო დიდი ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შორის, თორე იმას უკვე თავისი გზა აქვს, ასე ვთქვათ. მაგრამ ისე ჩვენ ერთად ოჯახში როცა ვართ მღერით ხოლმე დახურულ წრეში ერთად. რაც შეეხება ჩემს გზას. მე რამდენიმე პროფესია მომწონს და სულ ყველა ეს ასე ვთქვათ, ჩემს ფაკულტეტების სიაში აღრიცხულია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სიმღერა არ დავკარგავ, ამ გზასაც გავყვები და მეორე წელს ვაბარებ მეორე უნივერსიტეტში. გიორგი მიწაწმინდელის უნივერსიტეტში ვაბარებ შემდეგ წელს. ამ წელს პროფესიები რა არის, რო ჩამოთვალო? კი ბატონო, ფილოლოგიის ფაკულტეტით ვარ დაინტერესებული, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კულტურის ტურიზმი მიწერია პირველ ადგილას და ეს ეთნოლოგიაც მაქვს და კავკასიოლოგიაც ჩაწერილი. ანუ ყველა ძალიან მაინტერესებს და ყველა სფეროში გრძნობ თავს კომფორტულად, იმის გამო რომ მრავალ მხრივ განმავითარეს ჩემ მშობლებას და მეც ხელი შევწყე ამას. დანარჩენებმა თუ იცით, რას გეგმავთ ცხოვრებაში? მე ძალიან მომწონს ხელოვნება და მცოდნეობა და რა თქმა უნდა მეც ვაპირებ სიმღერის გაყოლას, იმიტომ რომ ეს არ უნდა დაიკარგოს პირველ რიგში. რადგან ასე ვთქვათ, მე მომცალ ეს ნიჭი უნდა გამოვიყენო და ასე ვთქვათ, აი ამ ნიჭით უნდა ვემსახურო სამშობლოს. დიახ, მარიამ. მე ჯერ რა გადაწყვეტილი არ მაქვს ბოლომდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სიმღერას ხას არ გადაუსვარ, ჩემს ნიჭს. რაც მომანჭე და პარალელურად აუცილებლად ვისწავლე. დიახ, რაც შეეხება ბრენდს, როგორც დები ლოლაშვილები, როგორ გაიცნო რაიონს გარეთ მოსახლეობა და ამ წუთას თქვათ როგორ ვრცელდება ეს თქვენი სიმღერები? ინტერნეტში არის ატვირთული ჩვენი ვიდეოები, ჩვენი სიმღერები. ან გადაწყვეტეთ რომ ფართო მასებისთვის გაგეცნოთ თუ ეს ავტომატურად ხდებოდა? თავიდან დავიწყოთ, როგორ მოხდა ხომ? დემო გოგოჭურებმა გამოაცხადეს კონკურსი, შეიძლებოდა თქვენი საავტორო სიმღერის შესრულება და ასევე ნებისმიერი ქართველი ადამიანის საშემსრულებლო ცხოვრებიდან შეგვესრულებინა ერთ-ერთი სიმღერა. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო დედოფლის წყაროში, ავტორთეთ მათ გვერდზე, Facebook გვერდზე და გავიგეთ აქ ჩამოვიდნენ კონცერტ, საქველმოქმედო კონცერტზე, გვითხრეს რომ თქვენ გაიმარჯვეთ. და საჩუქრად, ასე ვთქვათ, პრიზი იყო ის, რომ პოპულარიზაცია გაეწიათ ჩვენთვის, Facebook-ში შეგვიქმნეს ვებგვერდი, საკუთარი დები ლოლაშვილების გვერდი და ალბათ ამას მივაწერთ ჩვენს, ასე ვთქვათ, გამოცხადებას და გაცნობას ზოგადად. თუმცა არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ ჩვენს ირგვლივ ჩვენი მეგობარი სოფია მენტიშაშვილი, რადგან ის იყო ჩვენი, ასე ვთქვათ,
მან გაგვაქტიურა, იმიტომ რომ აი თქვენ როგორც ნახეთ წინა ვიდეოში მან გაგვიკეთა ვიდეო, ესე კი ის იყო ჩვენი პროდიუსერი, ჩვენი მენეჯერი, ჩვენი მეგობარი და ყველაფერი, ოპერატორი თავისთავად და მემონტაჟე. კი, ესაც მინდოდა მეკითხა, აი ამ ვიდეოების დამონტაჟებაში გეხმარებათ სოფიო. კი გვეხმარება ყველაფერს სოფიო არის. ყველაფერს ჩვენი ამოძრავება არის სოფიოს დამსახურება. გახდებით მე სოფიოს უნდა დავუკავშირდით და მოგიწევთ. შეიძლება დავამატო. არა ეხლა მასე 2 წელია რაც ჩამოდის ექსპედიცია ილიას უნივერსიტეტიდან პროფესორები, ფოლკლორისტები და ექსპედიციამ ჩაწერა 2 წელს ესენი ოჯახი მთლიანად და არქივშიც ინახება ამათი ჩანაწერები. და უკვე Facebook-ზე იმ ფოლკლორისტებიდან უკვე მილოცვები მიიღეს, ჩვენ სანამ გავიგებდით უკვე Facebook-ზე იდო მილოცვები და შემდეგ რა თქმა უნდა გააგახმო. რა არის დებილოლაშვილების გეგმა? აი გასაგებია ნუ შენივად მღერით რისკენ იბრძვით და იბრძვით. თუ შეიძლება დების სახელით ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა ამ შემთხვევაში. პირველ რიგში ჩვენ ვწერთ საკუთარ სიმღერებს და ამის პოპულარიზაცია გვინდა, ასე ვთქვათ. თავარია რომ ხალხს მოსწონდეს. პირველი ეს არის და კიდევ უპირველესი მიზანი ჩვენი არის ის, რომ ხალხური აღვადგინოთ. დღესდღეობით ხალხურს ძალიან ცოტა ადამიანი უსმენს. სუფთა ხალხურ სიმღერაზე მაქვს საუბარი და არა ფსევდო ხალხურზე. დღეს მართალია ვართ ქრონომეტრული ფანდურით მოსულები, მაგრამ ჩვენ პარალელურად ვუკრავთ ხალხურ ფანდურზე და ხალხურ სიმღერებს ვმღერით. და კიდევ რო შევაჯამოთ, აი თუნდაც და მე ბოლო ნომრით დავასრულოთ 2 წუთი გრჩება და ვთქვათ ამ წუთას აი რაზე მუშაობთ ამ პერიოდში, რა უახლოეს გეგმებზეც რო ვთქვათ. ამ პერიოდში 2 სიმღერა გვაქვს ახალი შექმნილი და ვამუშავებთ ამ 2 ახალ სიმღერას. ჯერჯერობით სურპრიზად დავტოვებთ და არ გავამხელთ. და მეორე არის ის, რომ ფორმებზე ვმუშაობთ. გვინდა ქიზიყური ტანსაცმელი აღვადგინოთ, მუზეუმში ინახება ქიზიყური ფორმა და ქიზიყური ფორმა გვინდა რომ შევიკეროთ და აღდგეს ეს ტანის სამოსი, ასე ვთქვათ. ნამდვილად არ არის საზოგადოებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ასეთი ტიპის სამოსი. და საინტერესო იქნება ვფიქრობ. და ალბათ თქვენს გეგმებშიც შედის სხვა კონცერტებზეც მონაწილეობა, უფრო კონკურსებში ჩართვა და ასე შემდეგ. კი ბატონო. უახლოეს მომავალში 2 თვეში გვაქვს ანსამბლ მანდილის სანგარიშო კონცერტი. და ამ კონკურსის შემდეგ რომ გაიმარჯვეს უკვე მიწვევა მიიღეს აპრილში ტარდება გურჯაანში და იქაც მიიღება მონაწილეობა. შევასრულოთ ბოლო ნომერი, ბოლო წუთი გვაქვს. პატარა განცხადებას ძალიან მოკლედ, თორე დრო აღარ იქნება. ანდი ახლა ეს სიმღერა არსად არ გვიმღერია და ობიექტივში პირველად ექსკლუზივია. კი ბატონო. დავიწყოთ და მოკლედ, თორე ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ეს ავტორი სიმღერა დავიწყოთ. Thank you.
მადლობა, ესენი იყვნენ დებილ ლოლაშვილები, ჩვენი გადაცემის სტუმრები, სამწუხაროდ დრო ამოიწურა, თორე კიდევ გავაგრძელებდით. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ასეთი იყო ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. გადაცემა ეთერში დაბრუნდება კვირას 17 საათსა და 30 წუთზე, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე ток-შოუში კახეთის საათი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს.